ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის 23 და 29 საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. ტრადიცია გრძელდება და მერმა ამ ჯერზეც ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პრინციპი და შენობა გააცნო. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. ახალგაზრდების ვიზიტი მერიაში მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენელთა ინიციატივით ხორციელდება. გრძელდება ის პროექტი, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ წარმატებულია და რომელიც აძლევს სკოლის მოსწავლეებს, ახალგაზრდებს საშუალებას, რომ საჯარო მოხელეებთან გამართონ შეხვედრები, რა თქმა უნდა, მათი არჩევანით ქალაქის მერი იქნება თუ სხვა თანამდებობის პირი და მათ პირდაპირ დაუსვან კითხვები, მათგან მოისმინონ ზოგადად ახალგაზრდულ თემატიკაზე რა გეთება, რა იგეგმება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის იქიდან დასმული კითხვები და მოსაზრებები, იმიტომ რომ მე მიმაჩნია და რა თქმა უნდა ესეა, რომ ეს თაობა არის, რომელიც შემდეგ გადაიბარებს როგორც მმართველობას, ასევე სხვადასხვა სფეროში იქნებიან წარმატებულები და თავიდანვე მათი ინფორმირება არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის როგორც მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამგვარი შეხვედრები, საერთოდ ურთიერთობა როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორებთან. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ძალიან საინტერესო იყო, მრავლის მომცემი იყო იმ მხრივ, რომ წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ჩვენ გავაცანით ჩვენი იდეები, მერმაც გვესაუბრა თუ რა შეიძლება გაკეთდეს, კიდევ ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას და ჩემი აზრით კარგი იქნება, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ქალაქისთვის, ასევე თითოეულ მოსახლეობისთვის.